წელს ჯანდაცვის სამინისტრო მართლაც რომ რევოლუციური ნაბიჯი გადადგა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად და თუ აქამდე ასობით ბავშვი დაიღუპა უსახსრობის გამო და ათობით ოჯახმა დატოვა საქართველოს და სხვა ქვეყანას ჩაბარდა ტოლველად იმისთვის რომ საკუთარი შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, ახლა პატარების პრობლემა მოგვარებულია და ისინი თანხის უქონლობის გამო აღარ დაიღუპებიან. თუმცა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება 18 წლის შემდეგაც. ასეთია სლოგანი პროექტის, რომელზეც ახლა დაიწყო ბრძოლა და დახმარება მოზრდილებს სჭირდებათ. თავისთავად და ამ პროექტზე დღეს ჩვენთან პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. დილამშვიდობით ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი თამთა დემურიშვილი, დილამშვიდობის თამთა და ზაზე გაბუნია საკრებულოს წევრი, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდება. და ასევე ელენე ჩხაიძე, რომელიც გახლავს თათუკა გოიშვილის, ანუ იმ ახალგაზრდა ქალბატონის მეგობარი, რომელსაც სჭირდება ჩვენი დახმარება და სოსო კვიჟინაძე, რომელსაც ასევე სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და მასთან ერთად არის ჩვენთან სტუმრად დედა თინათინი, რომელიც გახლავთ ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი და ბერი ანდრიას დედა და რა თქმა უნდა ამ ყოლა პატარას ყოლა ახალგაზრდას გვერდში მდგომი ადამიანი. დილამშვიდობის და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თამთა, მოდი შენ დავიწყოთ რა თქმა უნდა პირველ რიგში. შენ დაჟინებული იბრძვი იმისთვის რომ აი ეს პრობლემა მოგვარდეს და ნაწილობრივ შეგვიძლია ვთქვათ რომ პატარების პრობლემა უკვე მოგვარებულია. მოდი აიმით დავიწყოთ თავდაპირველად და გითხარი როდის და როგორ მოხდა, როგორ გადაწყდა რომ ეს პრობლემა აღარ იქნება ჩვენს წინაშე. დილამშვიდობის, ჯერ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმედის დილას იმისთვის რომ ყოველთვის გვეხმაურებით ხოლმე და გვერდით გვიდგახართ. ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო მხარდაჭერა და ეს აჩვენა 1 წლის წინ სწორედ გამოჩნდა იმის შემდეგ რაც ჩვენთან იცით ანა რომანაძე დაიღუპა ბავშვი 14 წლის და მან საგანგაშო წერილი დაგვიტოვა და პრაქტიკულად ყველას თვალები აგვიხილა გითხრა რომ უსახსრობის გამო ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ და ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. მას უნდოდა რომ ბოლო ყოფილიყო. სამწუხაროდ ის არ აღმოჩნდა ბოლო, მას მოყვა მირზა ცეცხლაძე, რომელიც ასევე გულგრილობის მსხვერპლი გახდა და სწორედ აქედან გამომდინარე ანა რომანაძის შემდგომ მე გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად საზოგადოება იგივე ხელისუფლება ჩაგვეყენებინა საქმის კურსში და ბატონი ზაზა შემოგვიერთდა ვთხოვ აქ რომ დასხდეს ჩვენთან სულ რამდენიმე წუთში დაждდება ის ჩვენ. ბატონი ზაზა არის ის ადამიანი რომელიც უყოყმანოდ გამოგვეხმაურა და მართლაც აი უპრეცედენტო დახმარება გამოიჩინა. მე გავაგრძელებ და სწორედ ამიტომ მაშინ მოხდა რომ ჟურნალისტებს დავუკავშირდი და სწორედ ჟურნალისტების დახმარებით მოხდა ის რომ გადაწყდა პრაქტიკულად ბავშვების პრობლემა. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამისთვის, დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც დიტო ცინცაძის ფონდში გაერთიანდნენ. დღეს ბავშვების პრობლემა ლეიკემიის მოხსნილია. პროგრამულადაც ფინანსდებოდა ადრე მათი მკურნალობა ქიმიოთერაპიის, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ტრანსპლანტაციის პრობლემა მოეხსნათ და ისინი უსახსრობის გამო აღარ დაიღუპებიან. მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ ბავშვთა ასაკზე მივახციეთ. ეს პროექტი, რომელზეც ახლა თქვენ ბრძანეთ, პროექტი არ არის პრინციპში. კონსტიტუციიდან ამონარიდი ამოვიღეთ, მაშინ მე მაქვს სიცოცხლის უფლება. და როდესაც Facebook-ზე გაჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა ქალბატონის შესახებ ინფორმაცია, მაშინ ვიფიქრე მე თვითონ რომ 18 წლის შემდეგაც გვაქვს უფლება, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ იგივე მეც დამემართოს, სხვასაც დაემართოს, იმიტომ რომ ამ დაავადებამ არც ასაკი იცის, არც სქესი იცის, არც სოციალური მდგომარეობა. და უბრალოდ ვიფიქრე რომ მე მაქვს 18 წლის შემდეგაც სიცოცხლის უფლება. და აი ამ წინადადებით მივმართეთ ზაზა გაბუნიას, მე როგორი სიტუაცია იყო, იცით, მოვიდნენ ბავშვების სანახავად და კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ბავშვებზე კვების, რომელიც არ ფინანსდება დღესაც და ვთხოვეთ ზაზას ამის შესახებ. გარდა ამისა, ისე საუბარში მე ვუთხარი, მოვუყევი, რომ ინტერესდება ხოლმე ზაზა ყოველთვის ეს ჯანდაცვის და სოციალური პრობლემებით და ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და უბრალოდ მოვუყევი მაშინ, რომ 18 წლის ზემოთ არ ფინანსდება, არის ესეთი სიტუაცია და მაშინ თქვა, რომ მე ჩემი ფრაქცია ინიციატივით შევალთ და ამაზე თვითონ გეტყვით, ბიუჯეტში ჩავსვავთ ამას და უბრალოდ აღარ არის საჭირო, რომ აი ესეთ როგორც გუშინ იყო გუდვილში ყუთებით რომ ვიდექით და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მათხოვრობ, ეს სახელმწიფო არ დგას ისეთ სიტუაციაში რომ არ კონდეს ესეთი პატარა თანხა ამ ადამიანების გადარჩენისთვის. სულ არის ამ წუთას 7 მილიონზე ლაპარაკი კვებისთვის და კონკრეტულად
ლეიკემიით დაავადებული მოზრდილებისთვის, მაგრამ აქ არის კიდევ სოლიდური სიმსივნეები, რომელიც მე მაშინ დამავიწყდა, რომ მე თქვა ზაზასთვის და აგერ დედათინათინია და იტყვის ამის შესახებ. ალბათ 10 მილიონი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ზოგადად დიდების პრობლემაც მოგვარდეს და აი ამ ბავშვებისაც, რასაც ახლა ამ წუთას თქვენი ამ მომენტში რა ვითარებაა? ამ მომენტში რა ვითარებაა? ამაზე გითხარით, რაიმე კონკრეტულად აი ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა? მოგესალმოთ, მივესალმოთ თქვენს მაყურებლებს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ სოლიდარობისთვის ყველას მიუხედავად პროფესიის ასაკისა სამწუხაროდ ძალიან ხშირია, განსაკუთრებით სოციალური ქსელია რაღაცა ინდიკატორი, მაჩვენებელი, რამდენად რთულია და მასშტაბურიც კი ამ მხრივ ეს დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემა და მეორეს მხრივ არის რაღაცა ერთგვარი ძალიან მაღალი ხარისხის სოლიდარობის, რომელიც შეიძლება მათ შორის სოციალურ ქსელმაც მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობებს განაპირობა. ეს კარგია. მაგრამ ეს არის ის, რაც შეუძლია ცალკეულ მოქალაქეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დონეზე, შეიძლება საკუთარი დანაზოგიდან გარკვეული ოდენობის თანხის გაღების დონეზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საკმარისი და ეს არც არის პრინციპი საკმარისი. მე ვფიქრობ, ყველა დონეზე ჩვენი ძალისხმევა უნდა გავიღოთ აიმისოთ, რომ არაკეთილი ნებაზე იყოს დამოკიდებული, არამედ სისტემურად ამ სისტემა მუშაობდეს აიმისოთ, რომ აი ასეთი საჭიროებების აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში ფული როგორც ესეთი არ იყოს მთავარი საკითხი. კეთდება რაიმე ამ სისტემის საკითხი. რაც შეეხება კეთდება თუ არა, ეხლა თამთა მახსენა და მე ნამდვილად არ მინდა ეხლა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, სამწუხაროდ ეს თემა არის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი, არა ეს თემა, რომ ეს გასაკეთებელი, არამედ თემა, რომელიც ბიუჯეტს ეხება. ჩვენ მქონდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც კვების, ასევე მკურნალობის ნაწილი 7.100.000 ლარი შეადგენს საერთო ჯამში, ამასთან დაკავშირებით იყო შეთანხმება საკრებულოსა და მერია შორის, რომ ეს დაფინანსდებოდა, თუმცა ახლა ძალიან შორს ვარ წავიდე პოლიტიკურ წიაღსულებში, საერთოდ არ არის ახლა ეს შეიძლება ჩვენი მაყურებლების ინტერესის საგანი, სამწუხაროდ შიხშია ეს. მოლაპარაკება შესული სამწუხაროდ, ეხლა მე მაგალითად ეხლა რომ მოვდიოდი გზაში მანქანაში, ვფიქრობდი რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ იმისთვის, რომ სანამ თქვა საბიუჯეტო საკითხებზე შევთანხმდებით, მანამდე რაღაც ფული გაჩნდეს და მე მინდა აქედან მივმართო მაგალითად საკრებულოს წევრებს, ჩემს კოლეგებს და არა მხოლოდ საკრებულოს წევრებს, არამედ თანამშრომლებს. იქ მუშაობს დაახლოებით 300 ადამიანი საერთო ჯამში, რომ აი ამ თვეშივე ჩვენ დავიწყოთ, სანამ ბიუჯეტი იქნება, კონკრეტული ნაბიჯები გავიგოთ, მაგალითად კონკრეტული პროცენტი ჩვენი ხელფასის გადაირიცხოს აი ამ ადამიანების ხარდასაჭერად. 300 ადამიანის მიერ ყოველ თვეში გადარიცხული ოდენობა თანხის, მე რა თქმა უნდა ვერავის ვერ დაავალდებულებ, რომ ეს იყოს რაღაც განსაკუთრებული ყველას თავისი ოჯახი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ ასე თქვათ საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმებას მივახცევთ, მანამდე კარგი იქნება ყველა რესურს თუ კი ჩავთავთ ჩვენ საერთოდ. რომ ეს მაინც მალე გაქონდეს. მეორე ნაწილი ჩვენი ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის რა თქმა უნდა ამის ინიციატორი. 7.100.000 ლარი იმ ფონზე, როდესაც 800 მილიონი ლარია თბილისის ბიუჯეტი საბოლოო ჯამში 850 მილიონი ლარი არ წარმოადგენს პრობლემურ ნაწილს, მაგრამ სამწუხაროდ თბილისის ბიუჯეტია ზოგადად დაპირისპირების საგანი და ამ ეტაპზე აქ რაიმე პოზიტიური თქმა ჯერ შემიძლია, მაგრამ შემიძლია თქვა, რომ ჩვენ აი ორშაბათიდანვე დღევანდელი ასე ვთქვათ დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ რაღაცა რესურსების გამონახოს როგორც პერსონალურ დონეზე, ასევე ასე ვთქვათ სხვადასხვა დონორების მოძიების გზით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვა ეს არ არის საკმარისი. უნდა არსებობდეს რაღაცა კონკრეტული რესურსი საბიუჯეტო, მათ შორის რა თქმა უნდა, რომელიც ასე დროს ყველაზე ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი პრობლემას, რომელიც ფინანსებს უკავშირდება, არა დღეს ეს პირველ ხარისხოვანია, ხო? მოხსნის დღის ეს რიგიდან ფული არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეძებოთ საუკეთესო კლინიკები, საუკეთესო სპეციალისტები, იმისთვის რომ პრობლემა მოგვაროთ და არა სადვიშოვოთ ეს. ჩვენ გავაგზავნებთ აუცილებლად საუბარს, უბრალოდ ქრონიკის დროა და დავბრუნდებით ქრონიკის შემდეგ. პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად და ვაგრძელებთ ამ მართლაც აი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ საუბარს და მე შეგახსენებთ რომ გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მართლაც რევოლუციური ნაბიჯი გადადგა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თუმცა ადამიანს სიცოცხლის უფლება აქვს 18 წლის შემდეგაც. და ქალბატონო თინათინ როგორ მოგმართოთ? თინათინ. მოდი თქვენ გითხარით სოსოს პრობლემის შესახებ, რა კეთდება? რა პრობლემის წინაშე გახართ და რამდენია საჭირო მის დასახმარებლად? სოსოს დასახმარებლად მოგვივიდა ვერონას კლინიკიდან 40,000 ევრო გვჭირდება. ამ 40,000 ევროდან 10,000 ჯანდაცვის სამინისტრო როგორც ყოველთვის ეხმარება ასეთ ბავშვებს და რიცხავს საზღვარგარეთ მკურნალობის თანხას. ესე იგი 10,000 გვექნება ჩვენ მივმართეთ და განცხადება დავწერეთ. დაგვრჩა 30,000
2000 საშუალო. ყოველ შემთხვევისათვის დღეისდღეობით არც ერთი თეთრი ისი არ აქვს, ზუსტად რო ვიცოდეთ, ნუ სავარაუდოდ 10 გვექნება ჯანდაცვიდან და 30 უნდა ვიშოვოთ. ღვთისშეწევნი და წყალობით იმედი გვაქვს და იოსებსაც აქვს იმედი, რომ უფალი არ მიგვატოვებს, კეთილი ადამიანებით დაგვეხმარებიან და ამას აუცილებლად მივახცევთ. ქალბატონი ინგა გრიგოლიას გადაცემაში რო ვიყავით რეაქციაში, მაშინ საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონ მაკამაც აღვრქვა დახმარება ბატონ ზაზასთანაც ვიყავით მანამდე სხვა საკითხთან, ანუ ჩვენ ლეიკემი დავადებული ბავშვები არ არიან, ეს მე ვისაც ვზრუნველობ და ვფარველობ, ეს ბავშვები არიან სოლიდური სიმსივნით დავადებული ბავშვები. აი როგორც მან ყოველთვის აღნიშნა, რომ თამთა თავის ბავშვებს ზრუნავს და აგრეთვე ჩვენ ბავშვებსაც ძალიან ეხმარება და რასაც მიაღწევს თავის ბავშვებთან ლეიკემი დავადებულებთან, მაშინათვე უცებ ჩვენც გვატყობებს ხოლმე და გვეხმარება. ასევე მოხდით ჩვენ ბატონ ზაზასთან საკრებულოში, იმიტომ რატომღაც ყველა ადამიანს გონია, როდესაც არის საუბარი ონკოლოგიაზე, ყველა აიგივებს ლეიკემიას და სულ სხვადასხვა რამე არის სოლიდური სიმსივნეები და ლეიკემი დავადებული ბავშვები. ღვთისშეწევნით და წყალობით რაღაც ცოტა ნაბიჯები ჩვენთანაც იდგმება და სრულად ფინანსდება, მაგრამ არეალში ჯდება ეგ ჯანდაცვის იმაში და რაღაც თანხების ყოველთვის დასამატებელი გვაქვს. ანუ რაღაც დახმარება ჩვენ ყველა ეტაპზე გვჭირდება აუცილებლად და სოსოს რაც შეეხება, როგორც აღნიშნე, 30,000 евро უნდა ვიშოვოთ და დღეს მივდივარ საკრებულოში ქალბატონ მაკასთან მიმაქვს საბუთები და იმედი მაქვს, რომ უფალი არ მიგვატოვებს და აუცილებლად ეგ თანხა იმედია ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება, უბრალოდ ნამდვილად სამწუხაროა ეს თემა, რომ ჩვენ ხედავთ ახლა და ვიღაცებს ვეხვეწებით აქედან, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ. ეს მართლა აბსურდია, ეს თავისთავად უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვარ და უნდა მიხედოთ. არ შეიძლება ეს მართლა ზედმეტია უკვე და თქვენ მოგმართავთ, თქვენი მეგობრის შემთხვევაში რა ხერხებს ხმარობთ, რამდენია საჭირო, არა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ უნდა შეგეხვეწოთ, რომ ადამიანის სიცოცხლე შეინარჩუნოს, სირცხვილია ნამდვილად. ამაზე საუბარით სირცხვილია. პირველ რიგში მოგესალმებით. ჩემს მეგობარს დაუდგინდა ჰოჯკინის ტიპის ლიმფომა, მეორე B კატეგორია, აი სულ ახლა ხანს. და რა ვიცი, აი ვაგროვებ თანხებს, რომ მის ანუ გასაგრძელებელი აქვს მკურნალობა საზღვარგარეთ. გუშინ გაიმართა აქცია გუდვილში და საკმაოდ სოლიდური თანხა შეკროვდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი თანხა, რომ ის გაუშვათ სამკურნალოდ საზღვარგარეთ და ამ ეტაპზე აი ვცდილობთ, რომ ჩვენ ვიაქტიუროთ ისევ მეგობრებმა და ამ გზით ვაგროვებთ თანხებს. თამთა რა შეიძლება რომ თუნდაც ჩვენ სანამ შევავთ. აი ბატონმა ზაზამ ძალიან კარგად თქვა, რომ საკრებულოს წევრებს მიმართავს თხოვნით და ნებაყოფლობით ყველა ვიდრე ბიუჯეტიდან ეს თანხები მოხდება ამ ადამიანების ანგარიშზე, თვითონ ადამიანების სოლიდარობის პრინციპით გააკეთებენ. მე მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს ის, რომ ბატონ ზაზას ინიციატივას გამოეხმაურონ. 1 წლის წინ, 2 წლის წინ მე დაწერილი მქონდა წერილები ყველა მინისტრთან და ვთხოვე, რომ გააგებინონ თავის თანამშრომლებს და იქნებ 0.1% ხელფასის რაღაც კონკრეტულ სახელმწიფოს ანგარიშზე ჩაირიცხოს, რომ მე გადანაწილდეს ამ ადამიანებზე. არავინ არ იტყვის უარს 0.1%, ეს იქნება 1 ლარი, 2 ლარი თუ 10 ლარი, რომ მისი ხელფასიდან ავტომატურად ჩამოიჭრას და კონკრეტულად შეგროვდეს. რაღაც ესეთი სამოქალაქო ყულობასავით რომ გაკეთდეს. იმიტომ რომ ამ წუთას აი მივმართავ მე ყველას ვიდრე სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და კონკრეტულად ვიცი რომ საკრებულო ამას გააკეთებს, იმიტომ რომ რადგან ბატონ ზაზა არის ამის ინიციატორი, ეს გააკეთდება დარწმუნებული ვარ, არ არის ხმამაღლა ნათქვამი ჩემი მხრიდან ეს სიტყვები. მინდა მივმართავ ყველას ამ წუთას 4 ახალგაზრდა ქალბატონი ელოდება იმას, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს თანხის არსებობის შემთხვევაში. ყოველთვის ძალიან ვღელავ ხოლმე ამის გამო. არის ადამიანი, რომელსაც სამი შვილის დედა, რომელიც ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს უვლიდა და მას შეემთხვა ახლა ეს პრობლემა და ესაჭიროება $33,000 იმისთვის, რომ ჰერცეპტინი არის ესეთი მედიკამენტი, იყიდოს და გადაისხეს, ეს არ ფინანსდება. არის იცით 19 წლის ნანიკო ხაჩიური, რომელსაც ტრანსპლანტაცია ჭირდება, მას უბრალოდ 18 წელი შეუსრულდა და 19 წელშია და არ ფინანსდება. ეს გოგონა რომ არ გაიგზავნოს უახლოეს 2 თვის განმავლობაში და არ გაიკეთოს თვლისტვინის ტრანსპლანტაცია, დაიღუპება. არის 22 წლის გოგონა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს და ტრანსპლანტაცია ესაჭიროება და აგერ თათუკა იცით. 4 ადამიანია და მე მგონი რომ ეს
ორი შვილის, სამი შვილის დედა, ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც მომავალი დედები არიან და თუნდაც ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოს გამოადგენენ აუცილებლად. და აგერ ბავშვები კიდე სოლიდური სიმსივნით დაავადებულები, რომლებიც მედია გადაწყვეტს. იმედია რომ აუცილებლად მოგვარდება ეს პრობლემა და ადამიანები გამოიჩენენ ჩვენ ყველა ერთად გულისხმიერებას და ერთად გამკლავდებით ამ ყველაფერს. სომოთ შენ გითხარი ახლა რა გჭირდება შენ? მე მჭირდება ახლა დახმარება ფულით 40,000 ევრო თუ დოლარი. ევრო. ხო, ევრო. სხვა ჯერჯერობით არაფერი. და მე ერთი მინდა დავამატარო, თათუკა შემთხვევაში ეს დაავადება არის განკურნებადი და უბრალოდ მხოლოდ სახსრებზე არის აქ დამოკიდებული მისი სიცოცხლე. არა, ეს ყველა შემთხვევა განკურნებადი. წინადადება რამდენადაც მე ვარ დარწმუნებული საბოლოო ჩვენ მას ავსახავ სისტემური სახე მიეცემა ბიუჯეტის იქნება ფული ამისთვის და ამ თვალსაზრისით ეს ხარვეზები ამოივსება, მაგრამ არასდროს არ არის ფული ზედმეტი. ეს პრინციპი, თქვათ, თანხის გაღები საკუთარი შემოსავლიდან ყოველთვის იქნება ძალიან სასარგებლო და ჭარბი ფული არ არსებობს, ის ყოველთვის იმუშავებს სასიკეთოდ. ამასთან ერთად, მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა ცენტრალური, რომელიც ძალიან გრძნობიარია ასეთი საკითხების მიმართ. მე ვარ სრულიად დარწმუნებული იმაში, კონიურულობის ფარგლებში ჩვენ შევთანხმდებით და ამ ინიციატივას ექნება სახელმწიფო დონეზე სრული მხარდაჭერა და მეორე მხრივ მაქვს იმედი, კერძო სექტორშიც ექნება ამას გამოხმაურება და ზოგადი რაღაცა მხარდაჭერაც ექნება. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ნამდვილად იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენც ყველა ერთად გავერთიანდებით და ძალიან მალე ამ პრობლემის გარშემო აუცილებლად მოგვარდება ყველაფერი და ჩვენ თამამად ვიტყვით, რომ საქართველოში ასაკის მიუხედავად ლეიკემია განკურნებადია. ძალიან დიდი მადლობა და ბატონი ბადრი შვილის აი ამ ნაბიჯს პირველი რაც მან გადადგა ამ ბავშვების დასახმარებლად თქვენ იმედის ტელევიზია ნამდვილად აგრძელებს თუნდაც იმით რომ აი ესე ყოველთვის გადაცემით გვეხმაურებით და დიდი მადლობა მის ოჯახს ამისთვის და დიდი მადლობა იმედს რომ მადლობა თქვენ მობრძანებისთვის მადლობა თქვენ აუცილებლად მადლობა მობრძანებისთვის